მოგესალმებით მეგობრებო, ინდოეთის ქალაქ დელიდან. დელია. დავიძინე თბილისში და გავიღვიძე დელიში. თუმცა აქ არ არის ჩემი გაჩერება, მივდივარ ქალაქ ბანგალორში, რომელიც სამხრეთ ინდოეთით მდებარეობს. აქ კიდე ერთი გადაჭრა უნდა გავაკეთო. აი აქ ჩამოდგება ჩემი თვითმფრინავი. გადაცემის გადასაღებად არ მივდივარ. რაოდენს საინტერესო არ უნდა იყოს და თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი გადაცემის გადაღებად შედგა. სადგურ სანითი არსებობს ეგეთი იოგა ცენტრი და იქ მივდივარ იოგას ასანების პროგრამა რო გავიარო. ხა იკითხავთ რომ რაო იოგა დაილია საქართველოშიო? აქ რო არ წახვიდეო ამ სიშორეზეო. ხო, პრინციპში არ დაილია. ბევრი იოგა გვაქვს ჩვენთანაც და მე ვიტყოდი რომ ფანტასტიკური მასწავლებლები გვყავს ჩვენ ქვეყანაში. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სადგურს აქვს თავისი პროგრამების საფეხური. მოკლედ, რამდენიმე საფეხური არსებობს. პირველი არის შამბავი მაჰამუდრაკრია, მერე არის შუნია, მერე არის კიდე რაღაცა. სამიამა არის ერთგვარი ბოლო საფეხური ისას სწავლებებში და მოკლედ სამიამა ტარდება იანვარში და იმისათვის რომ სამიამაზე რეგისტრაცია გაიარო, აუცილებელია რომ იოგას გქონდეს გავლილი. და იოგა ასანების მასწავლებელი ვერ ვიპოვე საქართველოსთან ახლოს. ვერ ვიპოვე. კი არის მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოფანტულები, მაგრამ საქართველოსთან ახლოს ყველაზე ახლოს იყო დუბაიში. დუბაი რაღაცა ვერ დავალაგე, რომ დუბაიში წავსულიყავით. ამიტომ ჩემ ინდოეთს მოვასკდი, რომელიც ძალიან მიყვარს და როგორც კი ჩემ ფიქრში გაჩნდა იგივე რომ ინდოეთში უნდა წამოსულიყავი, გული გათბა. მოკლედ ორი იოგა ცენტრი არის კოიმბატორში და ბანგალორში და ორივეგან მიწევს 4 დღეში ჩასვლა. ამ 4 დღიდან 1-3 დღე აკლიმატიზაციისთვის დამჭირდება და 1 დღე ვიქნები ნორმალურად. დანარჩენი დღეები სულ ვიქნები აი აქ ტრიალში. ხო და ამ ტრიალში თუ მოვახერხე რაღაცების გადაღება, კარგი იქნება. თუ არა და ვერ მოვახერხე და მაინც კარგი იქნება. უბრალოდ თქვენ არ გეცოდინებათ თუ როგორი კარგი იყო. აი ეს ჩემი ძმა წევა შეიცხა სუნამოდ არის ბიზნესმენი და ფლოუს რამდენიმე მონას ინდური ლანჩი უკვე მივირთვი იდლი და ლასი ბანგოლასი რომელიც მე ძალიან მიყვარს დავლი მასალა ჩაი ბევრი მასალის გამზადდება და შეიძლება სიტყვა მასალა და მასალა ერთი და იგივე იყოს პაპა. ხო, ენა ძალიან გავს ერთმანეთს. ან შეიძლება მე მიჩვენება რომ გავს ერთმანეთს. ძალიან წამთვლიმა და გამოვლელები, ვინც კი ლაპარაკობდნენ შიგადაში სულ ქართულად ჩამესმოდა მათი საუბარი. მეთქი მათი არ ხარ საქართველოში, ეს დელისი არ არის, დელია, ეს დელისი არ არის, დელია, ეს დელისი არ არის, დელია და ეს მანტრასავით ავიკვიატე, რომ ერთმანეთისგან გარჩევა მესწავლა, იმიტომ რომ დელისეც ინდუსები ბევრნი არიან. სამედიცინო ხო ახლოს არის იქ და შეიძლება უცბად აგერიოს ადამიანს. ამიტომ სიფხიზლეა საჭირო. ლასი უჭიროს ხოლმე. გადადის ლასით. ეს არის დელი.
ეს ქალბატონი ძალიან მომეწონა. რაღაცნაირი შარმი აქვს. ძალიან საყვარელი ენერგეტიკა. ჩემი აზრით ძალიან კეთილი იქნება. და თბილი და მოსიყვარულე. საღამო ხუმრობი ხო გახსოვთ? მონად მფლობელ კაცზე მაგის გვერდით მოვხვდი. अच्छा खैर कारवा अब हम उड़ान के लिए तैयार हैं। आय को खाली रखने से हमें जल्दी प्रस्थान करने में सहायता मिलेगी। अपनी सीट बेल्ट बांधिए, ट्रे टेबल बंद कर दें। सीट cabin crew on all slides. विंडो शेड्स खुले। ინდოეთის ერთი დიდი უპირატესობა კიდე ის არის, რომ ბარგი არ მაქვს ხოლმე და პირდაპირ გავდივარ. ეს რეპეტიცია. ხონი? And the air says music for those who listen. ჩვენი დიჯირიდო შეიძლება გაგვახსენდეთ ამ ყველაფერს. საოცარი აეროპორტია ბანგალორში. ღმერთო ჩემ. ეს უსაყვარლესი გოგო. ნორა ჯონსი. ეჩვიც არ შეგებაროთ. And it still smells of you, the smoke and all the blue. Could you put it another way? Get me off the ground. ბანგალორი გამორჩეული არის იმით, რომ აქაურობას უწოდებენ ინდოეთის სილიკონ ველის. არის უამრავი სათავო ოფისი, საკმაოდ ისეთი მსხვილი კორპორაციების, როგორიც არის Intel-ი, IBM-ი და ესეთი ტექნოლოგიური ორგანიზაციები, რაც არის აზიური ოფისები თითქმის სულ ბანგალორშია განლაგებული და ქალაქს ეტყობა უფრო დახვეწილი ქალაქია დანარჩენ ინდოეთთან შედარებით. საკმაოდ მოწესრიგებული ტაქსო პარკი დამხდა. Hello. I need a taxi. უბერი გამოვიწერეთ და გვიწერს რამდენ ფულს. 1200 რუპია. 1200 რუპია არის, ანუ 800 რუპია არის, $10. Sir, ऊपर there is a waiting. $14 რა. Only access already available. და არის 30 კილომეტრი. სკინო ჩემი სასწავლო ჯერჯერობით ძალიან მშვენიერია. I bring some wine to you. Yeah, because Georgia is a homeland of wine. Yeah. ხო ახალი გამოცინებული რომ ეხლა გამოიკვეთს. ამ ყვავილებს გამოიყენებენ სხვადასხვა სუნელების გასაკეთებლად, მე მგონი ზაფრანა უნდა იყოს და ასევე გამოიყენებენ რელიგიური მსახურებისას.
ტურნირი არის საოცარი. ჟაფრანის არომათერაპიას ჩავიტარებ. გამოჩნდა ადიოგი. ხარი ჩვენ კულტურაში წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ეს განპირობებული არის ალბათ იმით, რომ ვინც ადმოქმედებას მივდევდით ჩვენს და ესენიც. თუმცა შეიძლება უფრო სხვა რამეებისგანაც იყოს განპირობებული, კაცმა არ იცის. ეს ყვავილების მინდორი ხო გაჩვენეთ დღეს დილით ხედავთ სად მოხდა. ეს არის ადიოგი. ადიოგი ითარგმნება როგორც პირველი იოგი, იგივე პირველი იოგი. ითვლება რომ მან ჩამოიტანა პირველად იოგა დედამიწაზე და ისტორია აქვს ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო. ეხლა ვართ ბანგალორში, ესეთი ქანდაკება პირველი აღიმართა კოიმბატურში, იქაც ჩავალთ. აუცილებლად და დიზაინი თვითონ სადგურუს ეკუთვნის სხვათა შორის და არის ულამაზესი. აი მოხალ თუ არა მომენტალურად მიხვდები რომ ის ცოცხლობს და რაღაცა ენერგიის მატარებელია. სადგურუ იგივე ჯაგი ვასუდევი. სოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული სულიერი ლიდერია. დაიბადა 1957 წელს ინდოეთში. როგორც თავად აღწერს, პირველი ღრმა სულიერი გამოცდილება 25 წლის ასაკში ერთ-ერთ მთაზე ყოფნისას მიიღო. მან ექსტაზური მდგომარეობა განიცადა. აერი, რომელსაც სუნთქავდი, კლდე, რომელზეც ვიჯექი, ირგვლივ არსებული ატმოსფერო, ყველაფერი გახდა მე. იგივე მდგომარეობა რამდენიმე დღეში კვლავ განმეორდა. რის შემდეგაც უკვე აქტიურად დაიწყო სულიერი მოღვაწეობა. დააფუძნა ფონდი იშა. შეიმუშავა იოგას და მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკები და მეთოდები, რომელსაც იშა იოგა ცენტრებში ასწავლიან. სადგურუ ცნობილია მისი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც. მას ეკუთვნის რამდენიმე მასშტაბური პროექტი. დალი მდინარეების გადასარჩენად, ცნობიერი პლანეტა, შევინარჩუნოთ ნიადაგი. ამ უკანასკნელის ფარგლებში ის საქართველოშიც იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმის კი გააფორმა. ავტორია რამდენიმე ბესტსელერი წიგნისა: შინაგანი ინჟინერია, კარმა, სიკვდილი. მისი სწავლების ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება იმას, რომ ადამიანი უფრო მეტად გახდეს ცნობიერი და თავად შეძლოს საკუთარი ცხოვრების მართვა. იქვექვევით არის პატარა ტაძარი, სადაც შეგვიძლია ვიმედიტიროთ. აი ეს უკეთია, ეგრეთ წოდებული რუდრაქშა. ეს არის მცენარე, რომელიც ხარობს ჰიმალაებში. მცენარის ნაყოფია ხე არის უფრო სწორად და იმ ხის ნაყოფია რაღაცა იმაშია მარცვალში კაკალივით არის რა, მოკლედ და შიგნით ხდება ეს ლებანი აქვს გარშემო და ესეთი მითი არსებობს, რომ შივა იჯდა მედიტაციაში და მედიტაციის დროს ცრემლები წამოუვიდა. და მისი ცრემლები არის მოკლედ აი ეს და ითვლება რომ არის
ძლიერი დამცავი ნეგატივისგან და ენერგიის ასამაღლებელი საშუალება მოკლედ. ესეთი რაღაც იყიდება ტაძარში არის უგემრიელესი სეზამის მარცვლებისგან და კიდევ რაღაცებისგან დამზადებული ბურთულად კბილი გემრიელი და ენერგიის საბადო და თან კურთხეულია, ასე ვთქვათ. აგვიმართოთ. Esset pleşiyor. Shambho Mahadevaya Yoga Yoga Yogeshwara ომეჩვია მე მგონი. ორ წაგიყვანო საქართველოში. არა, საქართველოში ვერ წაგიყვან, აქ ჯობია იყო. საქართველოში დაგკლავენ აქ კიდე ნახე როგორ გეფერებიან. მაგნოლია რასაწყალად დგას. ჩამოდი გოგო ბათუმში მოხედავენ. ბულვარში ჩაგრგავენ, გაიზრდები უზარმაზარი. იქნები ლამაზად გაფურჩქნული. საწყალო რას გავხარ და რო შებინდება შენ ხარ ჩემი ბატონი აი აქ უკან კოშკს ხო ხედავთ აი ამ კოშკებიდან მაგიური ლაზერები გამოანათებენ და საოცარი შოუ იქნება ვიზუალური ამბის თხრობა ადიოგის შესახებ თვითონ სადგურუს ნარაციით და აი მაგის მოსმენა და მაგის ყურება არის ერთი დიდი სიამოვნება ძალიან ჯადოსნური მომენტია უამრავი ხალხი შეიკრიბება და გაივსება ეს მოედანი ბანგალორში ვიზიტი წარმატებით დასრულდა თამამად შეიძლება ითქვას რომ მისია 111%-ით შესრულდა თუმცა მხოლოდ იმის წყალობით რომ მუდმივად გრძნობდი უხილავის წყალობას რაც мотивაციას ერთ-ერთად მიზრდიდა და თითქოს ნიშანსაც მაძლევდა, რომ სწორ გზაზე ვიდექი. ყოველთვის ხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვისი დახმარებაც იმ მომენტში მჭირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩემი ტაქსის ძღოლი იყო, რომელმაც გადაჭედი მინდოეთის ქუჩებში წკიბზე მომისწრო და სამშვიდობოს გამიყვანა. მადლიერება კი იმით გამოვხატე, რომ მთელი გზა ქართული სიმღერები ვასმენინე. ძირითადად არაბულ სიმღერებს მასმენინებდა და ჩაურთე ხა ქართულები წარმოდგენა რა მაქვს რა რეაქცია იქნება ასე არა თავისით მიდის ერთი და მეორეზე გადადის ჩემთვისაც სიურპრიზია რეებიც ირთვება მაგრამ აჭარულმა დაგლიჩების არ მარცხენს YouTube-ი ჯერჯერობით სამური ჰანგები შემომთავაზა აი ეს არის მე ელჩი ვარ ჩემი ქვეყნის ინდოეთში აბარა უნდა გავაცნოთ ჩვენი კულტურა მარტო ინდური კულტურა ხო უნდა გავაცნო საქართველოს ო 33-ია შემოგევლე ეს არის რა ჩემი საქართველო რომ მიყვარს მესამე დღეა ჯერ უკვე და რავი ანაირი ქვეყანა გვაქვს რა ძალიან შეყვარებული ქვეყანა ყოს საქართველო არის შეყვარებული
ჩამოვედით ბანგალორში და აქ ველოდები ახლა უნდა გამოიაროს ავტობუსმა, რომელიც დაახლოებით 1 საათში მოვა. ღამის ავტობუსია, შიგნით აქვს დასაძინებლები და მე ძალიან მიყვარს ეგეთი ავტობუსები. აქ აღმოვაჩინე პირველად და ისეთ სასიამოვნო იყო, მიმიქარავს მატარებელი რა. შედი წაწექი, წამოწექი და თან იწევა ისე ხატოვნად. მატარებელი ეგრე არ იწევა, მატარებელი თან ჩუქუჩუქუს იძახის, ეს ჩუქუჩუქუს არ იძახის და შეგიძლია უხმაუროდ ჩაიძინო, ძალიან კომფორტულია და მატარებელზე უფრო იაფიც ღირს სხვათა შორის. ჩამოვედით კოიმბატორში, მეცაც გეტყვით, რომ ისაიოგა ცენტრიდან სულ რაღაც 7 კილომეტრი გვაშორებს. დამინახეს თუ არა მცხოვრებმა, მოვიდნენ და მითხრეს 2500 რუპიად კი არა და 250 რუპიად. წაგიყვანთო იქო. მაგრამ ავტობუსი მოვა სულ რაღაც 10 რუპიად. შეიძლება იმას დავალოდო, სად მეჩქარება, არსად არ მეჩქარება, მთელი 5 საათი მაქვს გასაყვანი. 5 არა, 4. პირველზე ჩეკინი და ხა არის დილის 7 საათი. დილია. ჩემი ძმები მოვიდნენო. ძალიან საყვარლები ჩემი ძმები. ჩვენ გვაქვს ეგეთი დავალება, რომ ის იოგა, რაც გვასწავლეს ბანგალორში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად უნდა ვაკეთოთ. თუ გინდათ, რომ გაიგოთ მისი უდიდებულესობის გემო თავიდან ბოლომდე. პრინციპში ამ ხელა გზა გამომივლია, ისწავლია და უნდა გააკეთო, ხო თუ არ გააკეთე. ისე რა აზრი აქვს ისწავლო საჭმლის გაკეთება, რომელსაც არასდროს არ გააკეთებ და არც შეჭამ. რაღაცა გადავწყვიტე, რომ ფეხით გამოვიარო, სასიამოვნო სავალია, თან ცოტათი ტროპიკულიც არის აქაურობა. აქვე არის ბანანის პლანტაციები. რატომ მიყვარს კიდევ ინდოეთი? მიყვარს იმიტომ, რომ ვეგეტარიანული სამზარეულოს ფართო ასორტიმენტია. People have to know. Სიმღერა გვასწავლეს. We are Bawas Bandana. Happy Bawas Bandana. რასისულელებს ვერაფერს ვარ ჩაჯდება ხა არასოდეს ეთერში. აი სამხრეთ ინდოეთში ქრისტიანულ ტაძრებსაც შეხვდებით. კერალა არის ეგეთი შტატი. აქვე ახლოს თამილნადუსთან და მოკლედ კერალაში არიან ყველაზე ძველი ქრისტიანები. გინდა დაიჯერეთ, გინდა რა. ყველაზე ძველ ქრისტიანებში გულისხმობ იმას, რომ ყველაზე ძველი ეკლესია არის. როდესაც კენჭი იყარა, ვისაც უნდა ეკადაგა ქრისტიანობა. ურწმუნო თომას შესახებ ალბათ გსმენიათ, მას წილად ხვდა ინდოეთი. და მოკლედ წავიდა ინდოეთში და დააფუძნა ქრისტიანული ეკლესია. ეს ხდება სადღაც პირველ საუკუნეში. და პირველი საუკუნიდან დღემდე აქტიურად არის ეს ეკლესია რა. და აქაურები მაგას ტრაბახით ამბობენ, რომ ყველაზე ძველი ქრისტიანები ჩვენ ვართო. რადგან ევროპა გაქრისტიანდა მე-4 საუკუნეში და აქ პირველი საუკუნიდან მოკლედ ქრისტიანული ეკლესია ფუნქციონირებს და ფუნქციონირებს თავისებურად რა. კერალას ქრისტიანები არიან და ძალიან გავრცელებული სახელი არის კერალაში ტომას. და მეცაც გეტყვით გვარის გავრცელებულია ტომასი.
და ტომასი რატო? იმიტომ რომ თომა. და თომა კერალაში აღესრულა. და ეს თამილნადუ კერალას მეზობელი შტატია მოკლედ. და აქაც არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ქრისტიანული დაძრები შეგხვდება. არ შეიძლება და ძალიან ჩუმად ვაკეთებ ამას. ძალიან ჩუმად. Shambha Shambha Mahadevaya. Hey, ამას ვიცნობ. ეს თეთრმაისური ნეგოზიაცია აქვს. მანაც ვიცნობ, შაშამას აკეთებ. ეს ყვავილები საღამოს იკეცებიან, დილით იშლებიან და რაღაცა თავისი გრაფიკი აქვთ. ესე კი არ არის, მაგალითად, გაზაფხულზე აყვავდა, მერე აღარ აყვავდა და რამდენიმე თვე რო ყვავდეს, არა, აი მაღაზიასავით არის რა, იხსნება და იხურება. ამ ადგილას არის ხოლმე დილაობით ერთობლივი მედიტაციები. მეც ამ ადგილას მოვალ. მიყვარს. ეხა აქაც იმართება იგივე ღონისძიება, რაც იმართებოდა ბანგალორში ადიოგის ქანდაკებაზე. და მან ვართ მიწვეულები აქ. ხეებს ჭრიან და აიწიო მითხოს. შრამიდან გამოხვალ და ესეთი საყვარელი შატლი მიდის ადიოგისთან. ხალბატონი მძღოლი წავს. უსაყვარლესი. მიყვარს ესეთი რაღაცა. 10 რუპია გადავიხადეთ ამ ყოლობაში. ჩემს გარშემო ინდოელი იუთუბერები და ზივარ როგორც სიტყვა მაშას ადამიანი. ჩვენს წინ შივა. სხვათა შორის აი ამ ქანდაკების წინ სუხიშვილებმა იცეკვეს საოცარი ცეცხლი დაანთეს მაჰაშივარატრიზე 2 წლის წინ პირდაპირ ეთერში უყურებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, იმიტომ რომ შივა თავისთავად არის ცეკვის ღმერთი თქო, რა ფერ თქვა ახლა ღმერთზე, მაგრამ ცეკვა არის მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, მოკლედ ცეკვით ბევრ რაღაცას აკეთებს და აი მის წინ დაანთებული ეს ქართული ცეკვა. აი საოცარი სანახაობა იყო, ქართული გენია როგვით განფენილი.
ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც სადგურო ამბობს, ადი იოგი, ანუ ეს ვის ქანდაკებასთან ვსდგავართ, იგივე პირველი იოგი, მოგზაურობდა სხვადასხვა მხარეებში და სადღაც კავკასიონის და ანატოლიის რეგიონშიც ყოფილა თურმე, სადაც ლინგამები დაუდგამს და იოგას შესახებ ცოდნაც გაუვრცელებია. და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩვენი ცეკვა სიმღერა რაღაცნაირად კავშირში იყოს დღევანდელ იოგასთან. Over 15,000 years ago, a being appeared in the upper regions of Himalayas. No one knew who he was, where he came from. The origins of this spectacular being were unknown. When his ecstasy allowed him some movement, he danced wildly. When intensity peaked, he became utterly still. People saw that he was experiencing dimensions that no one had ever known or able to fathom. His ecstasy and intensity allowed him to transcend his physical form. Witnessing an individual human in union with the cosmos, they called him a yogi, as he was the first one, the Adi Yogi. When his stillness lasted for years on end, curious onlookers melted away. Only 7 seekers remained, as they could not tear themselves away from him.
He transmitted the profound science of yoga in its full depth and dimension. He expounded 112 methods of attainment, offering his disciples access to the deepest innards of creation. In this magnificent state of yoga, many mysteries of the created and the uncreated cascaded upon his unbridled wild hair. It was a vision of the very core of the cosmos in all its profundity and magnificence, a vision of the unfathomable mysteries of the universe, a most overwhelming vision the sages and Devi Parvati had ever witnessed. Devi Parvati, seeing Adiyogi reveling in ecstatic states, said, "I want to have what you have. Show me the way." Adiyogi absorbed her and made her a part of himself, and hence he is the Ardhanari, the ideal man, where one half of him is woman. Seeing the splendor of this magnificent union, Ghanas, his constant companions, asked, "What about us?" Adiyogi said, "Just drink of me," which drove them into intoxicated raptures.
seven sages, the Saptarishis, took the sacred science of yoga in all its forms to human habitations across the planet, which turned into crucibles of civilization. This spectacular being is not of the past, but the future of humanity. To move humanity from hallucinations of ups and downs to nameless ecstasies of one's interiority. Mahadevaya Namaha Mahadevaya